სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. იგავის შესახებ, რომელიც ახლა მოვისმინეთ, არაერთი განმარტება გაკეთებულა წმინდა მამათაგან და თვით იგავი მთესვარის შესახებ განმარტებულია იმდენად ნათლად და მარტივად წმინდა წერილშივე, რომ ამის შესახებ ალბათ ზედმეტი საუბარი აღარც არის საჭირო. ჩამოთვლილია კატეგორია ადამიანებისა, რომელთაც ყველას ესმა სიტყვა ღმრთისა, ვინ შეიწყნარა იგი და ვინ არ შეიწყნარა იგი. და სწორედ ამ შეწყნარების ან არ შეწყნარების საფუძველზეც განისჯება თითოეული მათგანის, თითოეული ჩვენთაგანის სულიც. მე განსაკუთრებით აღვნიშნავ ერთ კატეგორიას ადამიანებისა, რომელიც დამახასიათებელია განსაკუთრებულად ჩვენი დროისათვის. ძალზედ ბევრი ადამიანი მოდის ეკლესიაში. ეკლესიურებიც ხდებიან, აღსარებასაც ამბობენ, ეზიარებიან, მარხულობენ, ლოცულობენ, ლოძღვარიც ყავთ და შემდეგ უეცრად შეწყვეტენ ეკლესიურ ცხოვრებას და იკარგებიან ამ მაცხოვნებელი წიაღიდან. და ასეთი ძალიან ბევრია და ძალიან სამწუხაროა ეს. თუმცა ის ახარება წმინდა წერილი მათ შესახებაც დღევანდელი იგავით აი ასე ნათლად და მარტივად გვამცნობს, რომ იყვნენ, არიან და იქნებიან ასეთი ადამიანები. და სამწუხაროა, რომ უმრავლესობა იქნებიან ასეთები, ვინც ღვთის წინაშე ვერ გამართლდებიან, იმიტომ რომ ბოლომდე, როგორც იყო ნათქვამი სახარების ამ ეპიზოდში, ვერ დაითმინეს, ვერ მოითმინეს, ვერ შეიტკბეს, ვერ შეიწყნარეს ის საღმრთო მადლი, რომელიც გადმოვიდა მათზე ეკლესიური ცხოვრების ჟამს, წმინდა აღსარებით და წმინდა ზიარებით. წმინდა მამათა რჩევები სხვადასხვა საკითხთა გამო არის სულიერი საგანძური ჩვენი დედა ეკლესიისა. წმინდა მამების შეგონებანი, რომელთაც თვით გაიარეს ამ ცხოვრების, მიწიერი ცხოვრების არაერთი სიზნელე, განსაცდელი, მაგრამ გმირულად, თავდადებით და დიდი ღვაწლით დაითმინეს. შეიტკბეს რა სიტყვა ღვთისა, იგი აღარ განაგდეს და ცხონდნენ. და ჩვენ თავიანთი ცხოვრების მაგალითით და შეგონებებით გვასწავლეს თუ როგორ ვიცხოვრობ და როგორ ცხონდეთ. მოусმინოთ მათ. სასოწარკვეთილების წუთებში გახსოვდეთ, რომ ღმერთი კი არ გტოვებთ თქვენ, არამედ თქვენ ტოვებთ მას. ღმერთის სახელით გიბრძანებთ ასე ცხოვრებას, როდესაც მარტონი იქნებით, როგორი მწუხარენიც არ უნდა იყვნენ, რომც არ გინდოდეთ ყოველთვის მოუხმეთ თქვენს გულებში ცხოვრებ უფალ იესო ქრისტეს. ქრისტეს მორჩილებს საკუთარი კი არა ღმრთის ნება უნდა ჰქონდეთ, რომელმაც არა მარტო ჩვენ, არამედ მოციქულებსაც კი აუკრძალა მომავლის გამოძიება, რაც მხოლოდ ღმერთის უფლებას წარმოადგენს.
თუ სხვებთან ერთად ცხოვრობთ, მაშინ ემსახურეთ კიდეც მათ, როგორც თავად ღმერთს და ნუ მოითხოვთ სიყვარულის წილ სიყვარულს, სიმდაბლის წილ ქებას, სამსახურის წილ მადლიერებას. აი ასეთი პატარა შეგონებაა წმინდა მამისა და ახლა მივაქციოთ ყურადღება ჩვენ როგორ ვიქცევით. რითაც შეიძლება რომ დააბრკოლოთ ან შეურაცხყოფთ მოყვას იმას საერთოდ ნუ გააკეთებთ. ხოლო თუ იგი შეურაცხყოფთ ეს მიიღეთ არა როგორც შეურაცხყოფა, არამედ როგორც ღმერთისაგან თქვენთვის გამზადებული იარაღი, რომლითაც თუ კი ისურვებთ შეგიძლიათ მოსპოთ თქვენში არსებული ყოველგვარი უწმინდურება გულისა. ვიდრე რამე სიტყოდეთ განსაჯეთ, ხომ არ შეურაცხყოფს თქვენი სიტყვა ან საქმე ღმერთს, ან და მოყვას. ნუ განში ცხვის მონას, დგას თუ ეცემა, მას ყავს ღმერთი, რომელსაც ზალუც შეაჩეროს მისი დაცემა და აღადგინოს იგი დაცემის შემდეგ. გახსოვდეთ ის სუთი, რომელსაც გართმევთ სიზარმაც. შესაძლოა უკანასკნელი იყოს თქვენ ცხოვრებაში. მას კი სიკვდილი და სამჟავრო მოხვება. მოეშვით განცხრომას. ნურავის ატკენთ გულს და ნუ მიაგებთ გინებას გინებისა წილ, წუხარებას წუხარებისა წილ და ცხოვრების წიგნში ღირს მამათა გვერდით ჩაიწერება თქვენი სახელი. გემუდარებით მეგობრებო, ნუ უარყოფთ საშუალებებს, რომლითაც შეგიძლიათ ასიამოვნოთ ღმერთს. ასეთი საშუალებები კი მრავლადაა. იქნება ეს ადამიანებისადმი ალერსიანი მოგპყრობა, მუგეშინის ცემა დამწუხრებულისა, დაცვა დაჩაგრულისა, მოწყალება გლახაკისადმი, თვალის არიდება ცუდისაგნებისადმი, წინააღმდეგობა ბოროტი გულის სიტყვებისადმი, საკუთარი თავის იძულება ლოცვისათვის, მოთმინება, ნახეთ როგორ არის, საკუთარი თავის იძულება ლოცვისათვის, ანუ ესეც ღვაწლია. მოთმინება, გულმოწყალება, სამართლიანობა და სხვა ამის მსგავსი. ამ წმინდა სათნოებების აღსრულება მოიზიდავს თქვენსკენ ღმერთის ყოვლის შემძლე დახმარებას, რომლითაც დაძლევთ ყველა იმ სიზნელეს, რომელიც ადრე თქვენი ძალებით გადაულახავი გეჩვენებოდათ. ყველანაირად წინააღმდეგით სიფიცხეს და ღვთის შეწევნით იგი აუცილებლად შესუსტდება. თუ მოხდება ისე, რომ გაცხარდები ან განრისხდები, შეეცადე არაფერი თქვა, ან და გაშორდი იქაურობას, ან კლიტე დაიდე ბაგეებზე, რომ არ განდმოითქას იქიდან საშინელი ცეცხლი, შენი სულის დამწველი და შენს გვერდით მყოფთათვის ამაო ამბოხების მომწყობი. მაგრამ როგორც კი ალი დაშრტება და გული შენი დამშვიდდება, ილაპარაკე. ყოველ მხრივ ეცადე, არ გაბრაზდე არაფერზე. ყოველი ჩვენი უსიამოვნება მოდის არა თავისთავად, არამედ ეშვება ღვთის განგებულებით. იმავე მხსნელი მიზნით, რითაც წმინდა მოციქულ პავლეს ეწვეოდა ხოლმე ჭირნი მდინარეთანი, ჭირნი ავაზაკთაგან, ჭირნი ნათესავთაგან, ჭირნი წარმართაგან, ჭირნი ქალაქთა შინა, ჭირნი უდაბნოთა ზედა, ჭირნი ზღვათა შინა, ჭირნი ძმათა მტყუვართაგან, გარეგან ბრძოლით, შინაგან სნეულებით. და როგორც ერთ შეგონებაშია მამათა და უფალი ბრძანებს, რომ ეს ყოველივე ჩემგან იყო. რა კი ეს იცით, აღარ მიაქციოთ ყურადღება იმას, ვინ გაწყენინათ და რისთვის, მხოლოდ გახსოვდეთ, რომ ვერავინ გაბედავდა თქვენს წყენინებას, ღმერთს რომ არ სდომებოდა ამის დაშვება. უმჯობესია მადლობა შესწიროთ უფალს, რამე თუ თავს დატეხილი მწუხარებებით იგი ნათლად გიჩვენებთ, რომ თქვენ მისთვის უცხო არა ხართ და სასუფეველში მიყავხართ. წმინდა წერილიც ხომ ამას გვეუბნება, უკვე თუ სწავლასა დაუთმოთ, ვითარცა შვილთა შეგიწყნარებს თქვენ ღმერთი, რამე თუ ვინმე არ შვილი,
რომელი არ ასწავლის მამამან. შეეშვით სიმკაცრეს ადამიანებთან და ყოველთვის იყავით ღმერთის წინაშე, ვითარცა ბავშვები. იმყოფებოდეთ ღვთის სიყვარულში, სწავლობდეთ მას, სუნთქავდით მისით. ღმერთი სიყვარული არის და რომელი ეგოს სიყვარულსა ზედა, ღმერთი მისთანა გიეს და იგი ღმრთისა თანა. ამ წარეწუთი სოფელში ტკბილი აქვს დაებრივი სიყვარული ცხოვრება. ხსნა მრავალ სიტყვეობაში კი არა, საკუთარი თავისადმი სრულ ყურადღებაშია. გადაეჩვიეთ კამათს, იგი აღელვებს რა გულს, გართმევთ სულის მშვიდობიან განწყობას. ყოველგვარი ბოროტი აზრი განაგდეთ იესოს ლოცვით. ნუ დაუჯერებთ ცრულ წმენებს. ეჭვიანობა სრულიადაც არ არის ქრისტიანული ჩვევა და ამიტომ ნურც შეითვისებთ მას. წმინდა წერილის მიხედვით ღმერთი თქვენგან სიბრძნეს, სიფხიზლესა და უბიწოებას თხოვობს. იყვენით უკვე მეცნიერ, ვითარცა გველნი და უმანკო ვითარცა ტრედნი. მუდამ შუალედური გზა გეჭიროთ. უკიდურესობანი არსად და არაფერში არ არის შექებული. ყოველთვის მინდობილი იყავით ღვთის ნებას, რომელიც მთლიანად გიფარავთ. მიმართეთ მოყვას მხიარულად და სიყვარულით, გიყვარდეთ იგი, ემსახურეთ მას. ისიც ქრისტეს ასოთაგანია. ნუ შეურაცხყოფთ მას, ოდნავ შესამჩნევი მიმიკითაც კი. სათნო ეყავით უფალ ღმერთს სიყვარულის ყოველგვარი სახეობით და ასე გადაირჩინეთ თავი. მხოლოდ იმაზე ისრუნეთ, რომ გამდიდრდეთ სიყვარულით, ვიშით სიყვარულია, მას გულში ღმერთი ხავს. ყურადღება მიაქციეთ, რომ მხოლოდ მაშინ ხართ ყველაფრით კმაყოფილნი, როდესაც გაქვთ მოთმინება, სიმდაბლე, მორჩილება და სიყვარული ყველასადმი. ნუღარ გაიხსენებთ წარსულს, თორემ ღმერთიც გაიხსენებს და მოგთხოვთ პასუხს იმისათვის, რაც უკვე გაპატიათ. საქმეები კი არ გადაგვარჩნენ, არამედ ღვთის მოწყალება. თუ ჩვენ ამ საქმეებს მხოლოდ უფალ იესო ქრისტეს სახელით აღვასრულებთ, რომელიც დაე, ნუ მოგაკლებთ თქვენ, ჩემს მეგობრებს თავის წყალობას, მთელი თქვენი სიცოცხლის მანძილზე. სუსტები ხართ თუ ცუდები, ყველა მიჩქარეთ გულმოწყალე ღმერთისაკენ და მტკიცეთ სასოებდეთ მას. ეს იმედი არ შეგარცხვენთ უკუნისამდე. აბუჩად ნუ აიგდებთ ჩემს სიტყვებს და ნუ მიიჩნევთ მათ ძნელად შესასრულებლად. უფლისათვის და უფალთან ყველაფერი ძნელი ადვილია და ყველაფერი სამწუხარო არა სამწუხაროა. უღელი მისი ტკბილ არს და ტვირთი მისი სუბუქ არს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგუთხოთ და ღმერთმა შეგვაძლებინოს ყველას, რომ შევიმოსნოთ ეს სწავლებანი წმინდა მამათა, რომელიც თუნდაც დღეს მოვისმინეთ, ისევ და ისევ ჩვენი სულების საცხოვნებლად. რა თქმა უნდა, ჩვენ თითქმის ყველგან და ყველაფერში ვცოდავთ იმის მიხედვით, თუნდაც რაც დღეს მოვისმინეთ, მაგრამ მოწყალე ღმერთი ელოდება ჩვენს გამოსწორებას და ჩვენს შევეცადოთ, რომ ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ საფუძვლიანად მიუახლოვდეთ მას ჩვენი მოწყალებით, ჩვენი მორჩილებით, მოთმინებით და სიყვარულით, რომელიც ყველას გვაკლია. და ასევე სიმდაბლით, რადგანაც ამპარტავნება სიამაყე არის ყველა ცოდვაზე უფრო აღმატებული და ყველა ადამიანს, განსაკუთრებით ქრისტიან ადამიანს ებრძვის ეშმაკისაგან დაგებული ეს ხაფანგი, მახე, რომელსაც სიამაყე და ამპარტავნება ქვია. ღმერთმა შეგვაძლებინოს სიმდაბლით მისი დაწყება. ღმერთმა დაგლოცოთ და გაკურთხოთ.